ნუ სრულებით გასაგებია, რომ დღეს არის ტენდენცია ასეთი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გერმანიაშიც, რომ მშობლები და შვილები ერთმანეთს დააპირისპირონ. ნუ გასაგებია, რომ არ არსებობს იდეალური მშობელი, ყოველი მშობელი შეცდომას უშვებს. ამით არ ვამართლებ. არ გეგონოს, რომ ამით ვამართლებ. უბრალოდ, ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი თემაა. რისი თქმა წმინდა შენთვის. შეიძლება მშობელი ბავშვობაში გცემდა. რა ვიცი, გაგინებდა, შეიძლება სასიკვდილოდაც გაგიმეტა, შეიძლება შენს ცხოვრებაში ძალიან ჩაერია კიდევაც, როდესაც მოზარდი იყავი. და შეიძლება გქონდეს პროტესტი. თავარი ის არის, ახლა როგორი იქცევა ის? შეუძლია კიდევ რო გცემოს? თუ ახლა უბრალოდ სიტყვებს იყენებს იმისთვის, რომ შენ დაგაზიანოს. მაგრამ ყველაზე მთავარი იცი რა არის, როდესაც შენ ხვდები იმას, რომ ღმერთი არ გვეუბნება ჩვენ, რომ მშობლები გვიყვარდეს. ღმერთი გვეუბნება ჩვენ, რომ ჩვენ პატივი ვცეთ ჩვენს დედას და მამას. არ აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებს. ჩვენ პატივი ვცეთ მშობლებს. საკმაოდ რთულია ხანდახან, საკმაოდ რთულია. თუმცა უფრო რთული ის არის, როდესაც იცვლები და არ ხარ ის, ვინც ხარ. და ყველაზე ბედნიერი მომენტები მაშინ არის, როდესაც შენ არ ანალიზებ იმას, რომ შენ ხარ ის, ვინც იყავი, არ აქვს მნიშვნელობა შენს გარემოებებს, რეები ხდებოდა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. სიყვარულში რა თქმა უნდა პატივისცემა, თუმცა არსებობს ასევე ისეთი პატივისცემის ფორმაც, სადაც სიყვარული არ არის, სადაც არც შიში არ არის, უბრალოდ სცემ პატივს ადამიანს.